არქიტექტურისა და დიზაინის სტუდია NStudio დაარსდა 2012 წლის იანვარში. დამფუძნებლები ვართ ნინჭა ანტურია და ლუკა ჩაგანოვა. გვაქვს ასევე ჩვენი ავეჯის საწარმო და ყავს სამშენებლო ჯგუფი. ყველა პროექტის დაწყების წინ კრეატიული ჯგუფი, ასე ვთქვათ, ჩვენ არქიტექტორები ჯერ ვახდენთ პროექტის დამუშავებას, ვაკეთებთ სკეჩებს და შემდეგ ყველა ერთად განვიხილავთ პლუსებს და მინუსებს თითოეული იდეის. ამის შემდეგ ყალიბდება საერთო კონცეფცია და სხვადასხვა პროექტის ძირითადი იდეა. რის შემდეგაც უკვე ვიწყებთ მის ტექნიკურად დამუშავებას და ამ საქმეს უკვე თანაბრად ვინაწილებთ თითოეული არქიტექტორის სტუდიაში. ძირითადად სამუშაო ორ ეტაპად იყოფა: კრეატიული და ტექნიკური. ყველა პროექტის დაწყებისას თავდაპირველად სათითაოდ ვფიქრობთ, ვხატავთ ჩვენ ვარიანტს, შემდეგ კი მთელი გუნდი ერთად განვიხილავთ თითოეული იდეის პლუსებსა და მინუსებს. ამის შემდეგ კი ვაყალიბებთ საერთო კონცეფციასა და ძირითად დეტალებს. კრეატიული პროცესის სრულად ჩამოყალიბება ძირითადი შესასრულებელი სამუშაოს დიდ ნაწილს შეადგენს. ამის მერე იწყება ტექნიკურად პროექტის გამართვა და მისი მუშა ნახაზამდე მიყვანა. ეს საქმე კი ყველა წევრზე თანაბრად ნაწილდება. რაც შეეხება კომპანიის პრიორიტეტებს, ჩვენ შეგვიძლია კლიენტს შევთავაზოთ სრული მომსახურება. ეს გულისხმობს იდეის განვითარებიდან მის დასრულებამდე საჭირო ყველა მომსახურების გაწევას, პროექტირებას, მშენებლობას, ინტერიერის დიზაინს, ასევე ავეჯის დამზადებას. დამკვეთისთვის, რა თქმა უნდა, საკმაოდ კომფორტულია და მარტივი ყველა დეტალის შეთანხმება და განხილვა ერთ კომპანიასთან. ვფიქრობთ, რომ ამგვარი მიდგომა და მუშაობის პრინციპი სწორედ ჩვენი სტუდიის პრიორიტეტად შეიძლება ჩაითვალოს. საპროექტო წარმატების განსაზღვრელი ფაქტორები შეიძლება ჩაითვალოს სტუდიის ისევ თითოეული თანამშრომლის მონდომება, შრომის მოყვარეობა, ასევე ჩართულობა არქიტექტურისა და დიზაინის სხვადასხვა ღონისძიებებში, აქტუალურობა ბაზარზე და ყოველთვის საჭირო, საინტერესო და პრაქტიკული პროდუქტის შეთავაზება მომხმარებლისთვის. ჩვენი სამუშაო დილა იწყება 10 საათისთვის ვიკრიბებით. თუ ახალი შეკვეთა არის შემოსული, გადავხედავთ და იწყება უკვე საქმის განაწილება. ნაწილი ძველ პროექტებს, ძველ დაკვეთებს მიუბრუნდება და განაგრძობს წინა დღის საქმეს, ნაწილი იწყებს კრეატიულ მხარეს, ახალი დაკვეთის. აქ ბევრი იდეა იბადება ხოლმე, ხშირად არის რომ ის ვინც საქმეს აკეთებს ის ერთვება და ეს გუნდური მუშაობა ესეთი რაღაც არის რომ წინასწარ ვერ დაგეგმო ნამდვილად. ბევრი სხვადასხვა იდეა, ბევრი კამათიც არის ხოლმე ხანდახან, მაგრამ ზუსტად ამ კამათში იბადება ხოლმე ის იდეა და ყალიბდება სრულყოფილებამდე. შეიძლება გაგრძელდეს ხოლმე 3-4 დღე ესეთი მუშაობა, მაგრამ ბოლოს რაღაც ეტაპამდე მივდივართ, ყველა შევთანხმდებით და უკვე იწყება ამ პროექტის ტექნიკური მხარე. ჩემი არქიტექტურული ცხოვრება დაიწყო დაახლოებით მესამე კურსიდან, როცა უფრო აქტიურად ჩავედი ამ საქმეში და უფრო სერიოზულად შევხედე ამ საქმეს. ალბათ ეს მაშინ ჩემი ასაკის გამომდინარე იყო, ცოტა სხვა აზროვნებაც ჰქონდა, მაგრამ უკვე ამ დროის მერე გადავწყვიტე და მყარად დავიწყე მუშაობა ჩემ თავზე. და მესამე-მეოთხე კურსზე საკმაოდ აქტიურად ვსწავლობდი. შემდეგ უკვე მეოთხე კურსის ბოლოს გადავწყვიტე დაგვიარსებინა სტუდია, რადგან მე პრინციპულად მქონდა თავიდანვე გადაწყვეტილო, რომ არ მინდოდა არსად სხვა საპროექტოში მუშაობა. და ეს იყო ჩემი პრინციპი, რის მიხედვით მთელი ცხოვრება უნდა მემოქმედა. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე გამეკეთებია ჩემი სტუდია. ნელ-ნელა აიწყო ეს საქმე. საკმაოდ რთული პერიოდი იყო, პირველი 3-4 თვე. რთული ურთიერთობას სწავლობდი დამკვეთებთან. ჯერ საერთოდ დაკვეთის მოზიდვაც საკმაოდ რთული არის და ამ ყველაფრის გავრცელებაც ჩემი მეგობრები დამეხმარენ ამ ყველაფერში და ნელ-ნელა ესე პირველ წელიწადს განვავითარეთ. უკვე მეორე წელს უფრო გაგვიმარტივდა, რაღაც გეგმაც ჩამოვწერეთ, მისი მიხედვითაც უნდა გვეხმარება და უფრო უკვე ჩამოყალიბებულად შევუდექით ჩვენი საქმის კეთებას. დაკვეთებაც მოიმატა უფრო როგორც
დიზაინზე აი არქიტექტურა უფრო მერე წამოვიდა. თავიდან მქონდა ძირითადად აუჯის დიზაინზე, რადგან ჩვენ საწარმოც გვაქვს. ზოგჯერ საწარმოდან მოდიოდა აქეთ შეკვეთა, ზოგჯერ ჩვენ დიზაინერები უშვებდით საწარმოში შეკვეთას და ესე ერთმანეთმა თავიდან გაგვაძლებინა. და უკვე ახლა ეტაპია, როცა ხალხი გენდობა სხვას ეუბნება, რომ მოდი აი, კაი არქიტექტორები არიან, კაი დიზაინერები არიან, შეგიძლია ერთი მეორედან ესე უკვე გაიზარდა კომპანია. რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი შეუძლოს ყველა ჩემ მეგობარს დაახლოებელს, საკმაოდ დიდი შრომა ჩადეს ამ ყველაფერში. სტუდიაში მუშაობთ 3 არქიტექტორი, მარკეტინგის მენეჯერი, წარმოების ხელმძღვანელი და 7-8 ხელოსანი, რომელიც აქტიურად არის ჩაბმული ყოველ დღე. და დღითი დღე უფრო იზრდება მოთხოვნა გაიზარდოს შტატი და ჩვენც უკვე ვიწყებთ ფიქრს, რომ ჩავდოთ ინვესტიცია მომავალ თანამშრომლებზე და ეს ინვესტიცია ალბათ გამოხატული უნდა იყოს სტუდენტებში ზუსტად, რომელთაც აქვთ რაღაც мотиваცია, უნდათ განვითარება და ზუსტად საჭიროა მივცეთ ჩვენ სწორი მიმართულება, იმიტომ რომ რაღაც 2-3 წელი გავიარეთ, გავიაზრეთ რა ხდება, რა არის არქიტექტურა, საერთოდ სად ვართ და სტუდენტებისთვის საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს ეს ყველაფერი. რაც შეეხება კონკურსებს, დროის მიუხედავად ყოველთვის ვცდილობთ, რომ მივიღოთ მონაწილეობა და ესე ვთქვათ, ჩვენი სახე დავანახოთ ქალაქს და ქვეყანას. პირველ რიგში აქცენტს ვაკეთებთ ქვეყანაში მიმდინარე კონკურსებზე და დროის შემთხვევაშიც არც უარს ვამბობთ სხვა საზღვარგარეთ მიმდინარე კონკურსებზე. უბრალოდ ჩვენი აქცენტი მაინც აქ არის საქართველოში და ვცდილობთ ყველანაირად რომ რაღაცით ჩავერთოთ, რაღაცა ჩვენი წვლილი შევიტანოთ. საკმაოდ დიდი სიტყვა იქნება და ნუ ამის მზადებაში ვართ ჩვენ და მზად ვართ პრინციპში. ხატვის აუდიტორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. ამ პროექტმა გაიმარჯვა ხატვის აუდიტორიის ინტერიერის დიზაინის პროექტების კონკურსში. სწორედ მის მიხედვით უნდა მოხდეს შემდგომში აუდიტორიის რეაბილიტაცია. შევეცადეთ მაქსიმალურად მოგვერგო ჩვენი დიზაინი ამ ფუნქციისთვის, რისთვისაც გამოყენებულია ნეიტრალური ტონები და პრაქტიკული ავეჯი. მოკლედ მოგიყვებით ჩვენს მიერ შესრულებული პროექტების შესახებ. ერთ-ერთი პირველია ესპანური ბრენდი ჯომა სპორტის მაღაზია და შოურუმი, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირზე 34 ნომერში. ძირითადად ინტერიერისთვის გამოყენებულია ხისა და ლითონისგან დამზადებული ავეჯი, რომელიც ჩვენივე საწარმოშია დამზადებული. თითოეული დეტალი არის ხელნაკეთი, საკიდების ჩათვლით. შემდეგი პროექტი შედარებით უფრო მცირე მასშტაბიანია, ეს არის საცხოვრებელ სახლში, სამზარეულო, თუმცა თავისებურია და განსხვავებული, კლასიკური და ამავდროულად თანამედროვე. ერთ-ერთი ბოლოს დასრულებული პროექტია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი დიდ დიღომში. რა შეიძლება ითქვას, ესე მინიმალისტური სტილის სახლია, სადაც აქცენტი კეთდება ძირითადად მარტივ და სწორ გეომეტრიულ ფორმებზე. ყუდროში და ეზოს მოწყობაზე, ფუნქციურად გამართულ და სწორ გეგმარებაზე. და ალბათ სამ ძირითად ტონზე, თეთრის, მწვანისა და ხის ფერის ურთიერთობაზე. პროექტი უკვე დამტკიცებულია და იწყება მშენებლობისთვის მზადება. შემდეგი პროექტი, რომელზეც მინდა მოკლედ გესაუბროთ, ეს არის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ინტერიერი წავკისში. ეს ის პროექტია, სადაც საშუალება მოგვეცა გარკვეული სტანდარტები დაგვერღვია და განსხვავებული, ორიგინალური და სხვადასხვა დეტალებით გამდიდრებული ინტერიერი შეგვექმნა. საკმაოდ იშვიათია ისეთი დამკვეთი, რომელიც ბოლომდე შენს აზრს იზიარებს და ყველანაირ სიგიჟეზე გთანხმდება. ეს სწორედ ის შემთხვევაა და ამიტომ ამ პროექტზე მუშაობა სახალისო, განსხვავებული და ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის. კაფე დადიანის ქუჩაზე ეს ის პროექტია, რომელიც სულ ახლახანს დავასრულეთ და მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. თითოეულ ჩვენს პროექტში ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბუნებრივი მასალები და აქცენტირებული ავეჯისა და სხვა დეტალების საშუალებით შევქმნათ მყუდრო გარემო.
ტექნოლოგიის სტილის კაფეა, სადაც ჰარმონიულად ეძღვნის სხვადასხვა ფერი, ტექსტურა და სხვადასხვა მასალა ერთმანეთს. არქიტექტურის განვითარების პერსპექტივების ხედვა საქართველოში. რაც შეეხება ამ პუნქტს, რა თქმა უნდა, არის პერსპექტივები და ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში იმისათვის, რომ არქიტექტურა სწორად განვითარდეს, მრავალი ცვლილება ჩასატარებელი. დაწყებული არქიტექტურის უნივერსიტეტებიდან და საგამომცემლო პროგრამებიდან, დამთავრებული არქიტექტურის სამსახურებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულებით სწორედ არქიტექტურისადმი. უამრავი სტუდენტია ახალგაზრდა, რომელსაც მართლა შეუძლია განსხვავებული სახე მისცეს ჩვენს ქალაქს, მაგრამ ამისთვის ხელშეწყობაა საჭირო. უნდა ვეცადოთ, რომ დავეხმაროთ მათ და მივცეთ ფართო არეალი მუშაობის